გქონთ მასწავლოთ რაიმე ვარჯიში საჯდომის ნერვისთვის, რომელიც ფეხში ჩადის, როცა ფეხი დაბუჟებულია და ჩხლეთს. ამ ვიდეოში მე გაჩვენებთ, როგორ მოუაროთ სიატიკას სახში მარტივი ვარჯიშების გამოყენებით. ეს ვიდეო ყველას შეიძლება დაეხმაროს. განსაკუთრებით თუ გაქვთ ანთებული, გაღიზიანებული, დაჭერილი საჯდომის ნერვი ან წელის დისკის თიაქარი. და რაც თავარია, ნახავთ, რომ არ არის საჭირო იყოთ ახალგაზრდა, დამხდარი, ან გქონდეთ დიდი მოქმილობა ამ ვარჯიშების შესასრულებლად და ნერვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. საჯდომის ნერვი ხშირად იწვევს პრობლემებს, რადგან ის სხეულის ყველაზე დიდი ნერვია, ყველაზე სქელი ნერვია. მისი სისქე დაახლოებით 2 თითის ტოლია და ის მთელ ფეხს მოიცავს. ვარჯიშები, რომლებსაც აქ გავაკეთებთ, დავიხმარება გავათავისუფლოთ თავარი წერტილები, რომლებიც აწვება, აღიზიანებს და ზოგჯერ ანთებასაც კი იწვევს სიატიკურ ნერვში. სხვათა შორის, მე არასდროს გამიგია, რატო ფიქრობენ ადამიანები მხოლოდ ხერხემალსა და პირიფორმის კუნთზე, როცა სიატიკის პრობლემა შეიძლება ფეხის ნებისმიერ ადგილას იყოს. მოკლედ, მოდი ზემოდან ქვემოთ დავიწყოთ. პირველი კომპრესიის წერტილი თავად ხერხემალია, ეს არის ფორამენი, ის პატარა ხვრელი, სადაც საჯდომის ნერვის ფესვები გადის. თქვენ და დაწვეთ მუცლით ქვემოთ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხები საწოლის დივანის ან სადაც არ უნდა იყოთ, კიდიდან გარეთ იყოს. ხელები დააწყვეთ მხრების ხაზზე, შეიძლება უფრო ფართოდ ან უფრო ვიწროდ. მოადუნეთ ზურგი, არ მინდა რომ ზურგზე ძალა დამოიყენოთ, მხოლოდ ხელზე გამოიყენეთ ძალა. ნელა დაწიეთ ხელები. ნახეთ, სადამდე შეგიძლიათ მისვლა. ძალის დატანების და ტკივილის გარეშე. და დაბრუნდით. არ იჩქაროთ. ბევრ ადამიანს ხერხემლის ბოლო ნაწილი დაჭერილი აქვს. თითქოს ერთი ბლოკი იყოს, თითქოს ერთი მთლიანობა იყოს. ნაწილი, რომელსაც ცოტა მოძრაობა აქვს. და სწორედ აქედან გამოდის საჯდომის ნერვი, L4, L5 და საკრალური ნაწილიდან. ამას ნელა 10 ჯერ გააკეთებ. ამ 10 მოძრაობის განმავლობაში თითქოს ვადუნებთ და ბლოკს ხსნით. თითქოს Z-ს უსვამთ ხერხემლის ბოლოში. გააკეთებ 10 ჯერ, შემდეგ დაისვენებ და ამ სერიას 3 ჯერ გაიმეორებ. სულ არის 3 სერია 10 მოძრაობით. დაინახავ, რომ როცა დაასრულებ, სულ სხვა წელის არ ეგექნება. ეს კარგია ლუმბაგოსთვის. საჯდომის ნერვის შეკუმშვის მეორე წერტილი არის პირიფორმის კუნთი. მაგრამ ნუ იჩქარეთ, ჩვენ ამ კუნთის გათავისუფლებას ტკივილის გარეშე გავაკეთებთ. მე ვიცნობ ხალხს, ვინც ტრავმირებული დარჩა იმ ღრმა მასაჟებისგან. როცა ზოგჯერ იდახვსაც კი იყენებდნენ და არაფერს აგვარებდნენ. უბრალოდ უფრო მეტად გვტკიოდ. რაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის მსუბუქი გაწელვა და შემდეგ პირიფორმის კუნთი ნელ-ნელა უფრო და უფრო მოდუნდება, ეტაპობრივად, ძალიან კომფორტულად. დადგებით სკამის გვერდით, ის ფეხი, რომლის პირიფორმის კუნთის მოდუნებაც გსურთ, სკამზე დააყენეთ. ნელა გადაიბრუნებთ მეორე მხარეს. ტორს ატრიალებთ მანამ, სანამ სასიამოვნო გაწელვას არ იგრძნობთ აქ, დუნდულების არეში. გაწელვას იგრძნობთ ისე თითქოს იწელებით, აქ გაჩერებით. ხელის გული მუხლის გარე მხარეს დადეთ. და ისე რომ ტორსი არ დააბრუნოთ საწყის მდგომარეობაში, ამ პოზიციაში დარჩით და მუხლი ოდნავ მიაწექით ხელს, თითქოს მუხლის მოშორებას ცდილობთ, ამ ადგილას ამ კუნთების გააქტიურებას იგრძნობთ. თუ დისკომფორტს გრძნობთ, ნაკლებად დააწექით, კარგი? ეხლა 5-მდე დავიქვით. დამშვიდი, ეცადე მაქსიმალურად მოეშო, განსაკუთრებით ამ ადგილას. კიდევ ერთხელ, ძალა დაატანე, მუხლი ხელზე დააწექი. იგრძენი როგორ იღვიძებს აქ კუნთებები, დუნდულები და საჯდომი. და მოეშვი. თუ გაწელვის შეგრძნება დაკარგე, უბრალოდ ოდნავ კიდევ შეაბრუნე, სანამ გაწელვა არ დაბრუნდება. და გაიმეორე. ძალა. დაითვალე 5-მდე. და მოდუნდი. ამას თითოეულ ფეხზე 5 ჯერ გააკეთებ. აქ ტკივილის შემცირების, დაბუჟების და ჩხლეტის შემცირების გარდა გრძნობ როგორ ჩამოდის სითბო ფეხში. და ეს არის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რომელიც ღრმა კუნთების მოდუნებასთან ერთად მოდის. ბრუნავს რეტესკვა. თითქმის 10 წელია აქ YouTube-ზე ვარ და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ მოძრაობას დასწავლით. და გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ვარჯიში არსად გინახავთ არც ინტერნეტში და არც მის გარეთ. რაც ჩვენ და დავაკეთოთ არის გავხსნათ ყველა შეკუმშვის წერტილი სიატიკის ნერვზე, მუხთან და კოჭთან ერთდროულად. საჯდომის ნერვი აქ, ბარძატის უკანა მხარეს, მუხთან ახლოს ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი გადის ფიბულის თავთან ახლოს
ეს არის ის ძვალი ფეხის გარე მხარეს. ეს წერტილი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია სიატიკის ნერვისთვის. აქ კოჭთა მგონია, რომ მეორე მხრიდან უკეთესად დაინახა. აქ კოჭთან სიატიკის ნერვის ორი ნაწილი. ერთი გადის კოჭის უკან, ქუსთან ახლოს, ხოლო მეორე გადის წინ. აი ეს. კოჭის წინ და უკან. ყველა ამ წერტინის ერთდროულად გათავისუფლების გზა არის ის, რომ დაჯდეთ და ფეხი მყარად დააყენოთ იატაკს. თუ სკამის კიდეზე უფრო წინ დაჯდებით, კიდე უკეთესია. თქვენ მოძრაობაზე გაამახვილებთ ყურადღებას, განსაკუთრებით პატარა თითზე, ნახეთ? აწიეთ პატარა თითი. მაქსიმალურად მოშორეთ იატაკს. შემდეგ კი დააწექით პატარა თითს იატაკზე იმდენად, რამდენადაც შეძლებთ. ხედავთ, რომ კოჭი მოძრაობს, მაგრამ თქვენი ყურადღება პატარა თითზე უნდა იყოს. ამ მოძრაობას ნელა გააკეთებთ მაქსიმალურად, როგორც შეძლებთ. ყველაზე დიდი ამპლიტუდით 30 წამიდან 1 წუთამდე. ეს დაამოძრავებს, როგორც ზეთს დაასხამს. გაათავისუფლებს ყველა იმ წერტილს, სადაც გავლის სიატიკური ნერვი. ფიბუნის თავი, აქ ზემოთ და ტერფის ორი წერტილი, წინ და უკან. ამას გააკეთებთ 30 წამიდან 1 წუთამდე თითამდე ფეხზე. ასე კიდე უკეთესი გამოვიდა. ეს სამი ვარჯიში, რაც ახლა დავაკეთეთ, რომ გავათავისუფლოთ წერტილები სიატიკური ნერვის გზაზე, შეგიძლიათ გააკეთოთ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ. შეგიძლიათ გააკეთოთ მხოლოდ იმ ფეხზე, სადაც ტკივილს გრძნობთ. თუმცა იდეალურია, უკეთესია თუ ორივე ფეხზე გააკეთებთ. ეხლა შემდეგი ვარჯიში აუმჯობესებს თლიანად ფუნქციონირებას, აუმჯობესებს სიატიკური. ამიტომ ეს ვარჯიში მნიშვნელოვანია, ყოველდღე გავაკეთოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიატიკური ნერვი ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოჯამრთელებული. ეს არის ნერვის მობილიზაციის ტექნიკა. ეს არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმ ათხეზიების მოსაშორებლად, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგვიგროვდა. ამ პროცესის ტექნიკური სახელწოდებაა ნეიროდინამიკის გაუმჯობესება. შეარჩიეთ ადგილი კედლის ახლოს, დაწექით, ეს შეიძლება იყოს დივანი, საწოლი ან იატაკი. მე გაჩვენებ ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რაც კი ვიცი, სიატიკური ნერვის მობილიზაციისთვის. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით დეტალებს, კარგი? ეს ტექნიკა ცოტა განსხვავებული იქნება იმათგან, რაც აქამდე არხზე გინახავთ. პირველი ნაბიჯია, დაწვეთ კედლის ახლოს. მეორე ნაბიჯი, თავი მაღლა გქონდეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიში, ორი ბალიში, ის კუთხიანი ბალიში, ხო იცით, ის სამკუთხა ბალიში, თავარი ისა, რომ თავი მაღლა იყოს. მუხლები მოხრილი, ერთი ფეხი, თქვენ გაშლით და ქუსს კედელზე დააყენებთ. ფეხი ჩანს? კი. გადაათრიეთ ფეხი თქვენსკენ, გააკეთეთ ეს მოძრაობა. აი. ნახეთ, რას გრძნობთ ფეხის უკანა მხარეს. თუ იგძენით ტკივილი, რომ ძალიან დაჭიმან გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ კედელთან ძალიან ახლოს ხართ. ასეთ შემთხვევაში ცოტა მოშორდით. თუ თქვენ როგორც მე ახლა ვერ იგძენით ვერაფერს, ვერანაირ დაჭიმულობას, ეს ნიშნავს, რომ კედლიდან ძალიან შორს ხართ. ამიტომ მოდით ცოტა მიუახლოვდეთ კედელს. დადეთ ქუსლი, მუხლი გაშლილი და გამოწიეთ ფეხი. ეხლა უნდა იგრძნოთ დაჭიმულობა. ამ დაჭიმულ პოზიციაში, ტკივილის გარეშე, ფეხით გააკეთეთ ის მოძრაობა. წვერი, მოხრა, გაწევა, მოღუნვა. გაწიე, მოხარე ტერფი. გააკეთე ეს ნელა, დაუჩქარებლად, 60-ჯერ ყოველთვის შეჩერდი, როცა დაღლილობას ან სიატიკის ტკივილს იგრძნობ. დაიწყებ ტკივილის დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებას. დაუშვებ ფეხს, დაელოდები სანამ დაღლილობა, ტკივილი, დაბუჟება და ჩხვლეტა გაივის. შემდეგ უბრუნდები და ასრულებ 60 მოძრაობას. 60-ჯერ თითოეულ ფეხზე გინდა კიდევ უფრო გაუმჯობესო. არის კუნთი, რომელიც როცა დაძაბულობას აგროვებს, იბაძავს სიატიკის ტკივილს. დაჩვენებ როგორ გააუმჯობესო ეს კუნთი მარტივი გზით ამ ვიდეოში. უბრალოდ დააწკაპუნე აქ ეკრანზე. და თუ დღეს დაგეხმარე, მადლობა. გადამიხადე ამ ვიდეოს გაზიარებით იმ ადამიანთან, ვისაც აქვს სიატიკის პრობლემა, ფეხი უძგერს, დაბუჟებული აქვს, ან წელის დისკის თიაქარი აქვს. მხოლოდ ამას გთხოვ. გაავრცელე ეს ვიდეო იმ ადამიანებთან, ვისაც სჭირდება. აქ გავჩერდები, დიდი მოგკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.